ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე. ზაფხულის მშვენიერი დილა იდგა. ერთი მკერავი ჭაბუკი საკერავ მაგიდასთან იჯდა და გულმოდგინედ მუშაობდა. უეცრად ქუჩიდან მოხუცი ქალის ხმა შემოესმა. იყიდეთ გემრიელი მურაბა იაფად, მკერავმა ფანჯარა გამოაღო და გარეთ გაიხედა. აქეთ მობრძანდით ქალბატონო, მე ვიყიდი თქვენს მურაბას დაუძახა გამყიდველს. მოხუცი ქალი ფანჯრისკენ წამოვიდა. საწყალი ძლივს მოათრევდა მძიმე კალათებს. მკერავმა ქილებს სათითაოდ ახადა ხუფი და დაყნოსა. როგორც ჩანს გემრიელი მურაბა, 4 კილას ვიყიდი თქვა მან. ქალმა იფიქრა მდიდარი მუშტარი ვიპოვეო და მოყვა თავისი ნახელავის ქებას, რომ უფრო სარფიანად გაეყიდა. მკერავი მიუხედავად სიძვირისა მაინც კმაყოფილი დარჩა ნავაჭრით. მან მურაბა პურის ნაჭერს გადაუსვა, თებშით მაგიდაზე დაიდგა და მუშაობა განაგრძო. ოთახი მურაბის სურნელმა აავსო. ამ სუნზე ბუზები მოფრინდნენ და მურაბიან პურს დაეხვივნენ. აქვინ დაგპატიჟად დაუყვირა მკერავმა ბუზებს და მათ მოგერიებას შეუდგა. მწერებს რა თქმა უნდა არაფერი ესმოდათ. სულ მალე თერთის ოთახი ბუზებით გაივსო. გაბრაზებულმა მკერავმა ქსოვილს წამოავლო ხელი. კმარა მაცადეთ მუშაობა, გაიძახო და იქი და ქსოვილს გამალებით იქნებდა. როდესაც დაიღალა, ჩაჯდა და დახოცილი ბუზების თულა დაიწყო. მის ფეხებიდან 7 მკვდარი ბუზი ეკდო. საოცარია ჩაელაპარაკა კმაყოფილმა. ამ ამბავს მთელ ქალაქს გავაგებინებ. მკერავმა ნემსი და ძაფი მოიმარჯვა. ქამარი შეკერა და ზედ დიდი ასოებით შემდეგი სიტყვები ამოკარგა. 1 დარტყმით 7 მოვკალი. ქამარი წელზე შემოირტყა და გადაწყვიტა ბედის საძებნელად წასულა. წასვლამდე თერთმა ოთახი ყურადღებით მოათვალიერა, მაგრამ ისეთი ვერაფერი მონახა, რომ თან წაიღო. ბოლოს 1 ნატეხი ჭყინტი ყველი ჩაიდო ჯიბეში და გარეთ გამოვიდა. უეცრად ეკალბარდებში გახლართული ჩიტი დაინახა. მკერავმა სასწრაფოდ გაათავისუფლა ჩიტუნა, ჯიბეში ჩაისვა და გზას გაუდგა. ბევრი იარა თუ ცოტა ერთ მაღალ მთას მიადგა. მთის წვერზე გულიათი ჩამომჯდარიყო. თერთს მისი სულაც არ შეშინებია, ახლოს მივიდა, გულღიად მიესალმა და უთხრა: ჩემო კარგო მეგობარო, ბედის საძებნელად მივდივარ და თუ ინებებ გამომყევი. პატარა ყალთაბანდი ხარ, აგდებულად მიუგო გოლიათმა და შეიშმოშნა. ასე გონია? კითხა მკერავმა. შემდეგ კი მოსაცხამი შეიხსნა და უჩვენა თავისი ქამარი, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებდა: 1 დარტყმით 7 მოვკალი. გოლიათს ეგონა ყმაწვილმა 1 დარტყმით 7 კაცი მოკლაო და მისდამი მოწიწებითაც კი განიმსჯვალა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, მაინც გამოეცადა. გვას დაწვდა და ისე მაგრად მოუჭირა ხელი, რომ წვენი გამოადინა. შემდეგ მიუბრუნდა ყმაწვილს და ნიშნის მოგებით უთხრა: აბა თუ ბიჭი ხარ, შენს გამოადინე წვენი. სულ ესაა? ამას ხომ პატარა ბავშვი შეძლებს? შვიდად უპასუხა მკერავმა. შემდეგ დაიხარა. ვითომ ქვას ვიღებო, მალულად კი ჯიბიდან ყველი ამოიღო, ხელი მოუჭირა და წვენი სულ წურწურით გაადინა. გოლიათს გაუკვირდა, მაგრამ არ შეემჩნია. ახლა მეორე ქვას დასწვდა და ძალიან მაღლა აისროლა. ამის გაკეთება შეძლებო? კითხა კვლავ. შენი ნატყორცნი ქვა ისევ მიწაზე დაეცა, მე კი ისე გავტყორცნი, რომ ქვა ჰაერშივე დაიკარგება და მიწაზე აღარასოდეს დაეცემა. დაიკვეხნა თერთმა. შემდეგ ისევ მალულა წაიღო ჯიბისკენ ხელი. იქიდან ჩიტი ამოიყვანა და ააფრინა. ჩიც უკან დაბრუნება აღარც უფიქრია, გახარებულმა ღრუბლებში გაინავარდა. მაგარი მსროლელი ყოფილხარ, უთხრა გაოცებულმა გოლიათმა. მაგრამ ახლა სიმძიმის აწევაშიც უნდა გამოგცადო და მკერავი უზარმაზარ მუხასთან მიიყვანა, რომელიც ძირფესვიანად იყო ამოთხრილი. დამეხმარე რომ ეს ხეტყიდან გავიტანო, უბრძანა მან. დიდი სიამოვნებით დაგეხმარები. შენ ქვედა ნაწილი ასწი, მე კი ტოტებზე წავავლებ ხელს, რადგან ამ მხრიდან ხისაწევა გაცილებით ძნელია, შესთავაზა მკერავმა გოლიათს. ისიც დაეთანხმა და მხარზე შემოიდო. თერთი კი ტოტზე მოკალათ და გოლიათი მარტო მიათრევდა ვეებერთელახეს. უკან ერთხელაც არ მოუხედავს და ტოტზე წამოსკუპებული მკერავიც არ შეუმჩნევია. კარგა ხნის სიარულის შემდეგ გოლიათი შეჭერდა. მეც ვეღარ გაუძლებ, დაიღრიალა ქანს გაწყვეტილმა და ხეძირს დაანარცხა. მკერავი მარდად ჩამოხდა. ხის ტოტებს ხელი წაავლო და ისეთი სახე მიიღო, თითქოს მთელი გზა მოათრევდა. ამოდენა ხარ და ხის აწევაც არ შეგიძლია, უთხრა დამცინებად გოლიათს. შერწყვენილმა გოლიათმა ვერაფერი უპასუხა. განაგრძეს გზა და ალუბლის ხეს მიადგნენ.
გოლიათმა ნაყოფი დახუნძლული ტოტები დაბლა ჩამოსწია, ხოლო თერცი კრეფას შეუდგა. მოულოდნელად გოლიათმა ტოტს ხელი გაუშვა და მკერავი ხის კენწეროზე მოექცა. ნუ თუ ამდენი ძალაც კი არ გაქვს, რომ თავი შეიმაგრო, კითხა ნიშნით მოგებით გოლიათმა. ეგ რა შუაშია, ხეზე იმიტომ ავხდი, რომ თოფის ხმა შემომესმა. აბა შენ თუ შეძლებ აქ ამოხტომას, არ დაიბნა თერცი. გოლიათი შეეცადა ხეზე ახტომას, მაგრამ ტოტებში გაიხლარდა. თუ ასეთი მამაცი ხარ, წამოდი და ღამე იმ გამოქვაბულში გაათიე, სადაც გოლიათები ცხოვრობენ, ასახა მან მკერავს. მკერავი ჩამოხდა, ტოტებში გახლართული გოლიათი გამოიხსნა და გამოქვაბულში გაჰყვა. იქ გოლიათები კოცონს შემოსხდომოდნენ და ცხვარს წავდნენ. მოსაღამოვდა. გოლიათმა მკერავი დასაძინებლად წაიყვანა და სტუმრისთვის განკუთვნილ უზარმაზარ საწოლში დააწვინა. საწოლი იმხელა იყო, რომ თერცისთვის მისი ერთი კუთხეც საკმარისი აღმოჩნდა. მიიკუნტა ბოლოში და დაიძინა. გოლიათს თერცის მოკლა ჰქონდა განზრახული. იგი შუაღამისას წამოდგა. თერცის საწოლთან ფეხაკრებით მიიპარა. სასთუმალს მთელი ძალით რკინისკეტი გადააკრა და ისევ უკან დაბრუნდა. თერც გოლიათის შემოსვლა არც გაუგია, საწოლის კუთხეში ტკბილად ეძინა. როგორც კი ინათა, თერცი მაშინვე წამოყვდა საწოლიდან და სასეირნო ტყეში წავიდა. მალე გოლიათებსაც გამოეღვიცათ და ისინიც ტყისკენ გაემართნენ. გოლიათები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მკერავი ცოცხალი აღარ იყო. მაგრამ ჰოი საოცრება, ტყეში არხეინად მოსეირნეს საღსალამათი თერცი არ დაინახეს. ძალიან შეეშინდათ, ეს ვინ ყოფილაო თქოს და უკან მოუხედავად გაიქცნენ. თერცმა გზა განაგრძო, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მეფის სასახლეს მიადგა. ძალიან დაღლილი იყო. იქვე ბალახზე წამოწვა და ჩაეძინა. მის გარშემო უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. მათ მკერავის კამარზე ამუქარგული სიტყვები წაიკითხეს და თქვეს, ეს ჭაბუკი მეომარი უნდა იყოსო. იქვე იყვნენ ხელმწიფის დიდებულები. მათ გაუხარდათ, თუ მტერი შემოგვესია, ეს ყმაწვილი ქვეყანას ძალიან გამოადგებაო. ამიტომ სასწრაფოდ მეფეს იახლნენ. უცნობი მეომრის გამოჩენის ამბავი მოახსენეს და თავიანთი აზრიც გაუზიარეს. მეფეს ძალიან გაუხარდა და უცნობ ჭაბუკთან ვეზირები გაგზავნა, რათა გაეგო. ისურვებდა თუ არა იგი მეფის ჯარში მსახურს. ხელმწიფის კაცები თერცის გაღვიძებას დაელოდნენ და მეფის დანაბარები გადასცეს. აქ სწორედ ამისთვის ვარ მოსული, განუცხადა მათ თერცმა. ხელმწიფეს უთხარით, რომ მზად ვარ ერთგულის სამსახურისთვის. ახალი ჯარისკაცი სასახლეში დიდი პატივით მიიღეს და კარგადაც დააბინავეს. მეფის მხედრებს შეშურდათ ჭაბუკის წარმატება და გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება. მაგრამ თან ეშინოდათ. მასთან შებრძოლება არ გამოვა, შვიდს ერთად მოკვლავსო. ზოგიერთმა მხედარმა ამის გამო ჯარიდან გათავისუფლებაც კი ითხოვა. დიდო მეფეო, ჩვენ ვერ ვიმსახურებთ ისეთი ადამიანის გვერდით, რომელსაც ერთი დარტყმით 7 კაცის განგმერვა შეუძლიაო. ხელმწიფეს არ უნდოდა ერთგული მებრძოლების დათხოვნა, მაგრამ ვერც ახალი მეომრის გათავისუფლებას ბედავდა. შიშობდა, რომ შემდეგ განრისხებული ჭაბუკი მთელ მის სამეფოს გაანადგურებდა. ნეტავ საერთოდ არ შევხვედროდი ამ ყმაწვილს, ჩავარდა საგონებელში მეფე. ბევრი იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ თერცისთვის, როგორც უძლეველი მეომრისთვის, მეტად რთული დავალება მიეცა. აქვე ტყეში 2 გოლიათი ცხოვრობს და ჩემს სამფლობელოს აწიოკებენ, უთხრა მან ჭაბუკს. თუ კი მათ დაამარცხებ, ჩემს ერთადერთ ასულს მოგათხოვებ და ჩემი სამეფოს ნახევარსაც გიბოძებ. თანაც მარტოს კი არ გაგიშვებ, 100 რჩეულ მხედარს გამოგაყოლებ დასახმარებლად. კეთილი და პატიოსანი, გაიფიქრა გახარებულმა მკერავმა. თავად დავამარცხებ გოლიათებს, მხედრების დახმარება სულაც არ მჭირდება. ვისაც ერთი დარტყმით 7 კაცის მოკლა შეუძლია, იმას 2 გოლიათი ვერაფერს დააკლებს. ეს კი თქვა, მაგრამ 100 რჩეული მხედარი მაინც გაიყოლა და გაუდგა გზას. როდესაც უღრან ტყეს მიუახლოვდნენ, მკერავმა მხედრებს უბრძანა, აქ დარჩით და ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოდო. თვითონ კი გოლიათების შესაპყრობად გაემართა. იგი იმ ხეზე ავიდა, რომლის ძირშიც ბოროტ გოლიათებს ეძინათ და ერთ-ერთ მათგანს ქვები დაუშინა. გოლიათს გამოეღვიძა, გაბრაზდა და გვერდით მძინარე მეორე გოლიათს მუჯლუგუნი უთავაზა. რას მერჩი, რატომ მირტყამ? გაუკვირდა მეორე გოლიათს. შენ რატომ დამარტყი? დაუყვირა პირველმა. ეტყობა გესიზმრა, შენთვის თითიც კი არ დამიკარებია, გაცხარდა მეორე. გოლიათმა იფიქრა, ალბათ მართლაც დამესიზმრაო და ისევ ძილს მისცა თავი. ჩაეძინა მეორე გოლიათსაც. მკერავმა ახლა მას დაუშინა ქვები. რატომ ესვრი ქვებს? მიუბრუნდა გამოღვიძებული პირველ გოლიათს. ახლა მან დაიწყო თავის მართლება. შენთვის არაფერი მისვრიაო, ცოტა ხანს იკამათეს, შემდეგ კი ისევ ჩაეძინათ.
კერავმა უზარმაზარ ლოდს წამოავლო ხელი და ერთ-ერთ გოლიათში თავში სთხლიშა. განრისხებული გოლიათი წამოხვდა და მეგობარს გააფთრებით ეკვეთა. გოლიათები ღრიალებდნენ, ერთმანეთს გამეტებით ურტყამდნენ. გამძვინვარებულებმა ირგვლივ რაც ხე და ბუჩქი იყო, ერთიანად ამოძირგვეს. ხოლოთის ხე გადაურჩათ, რომელზეც თერძი იჯდა. მალე ორივე გოლიათი უსულოდ ეგდო მიწაზე. თერძი ხიდან ჩამოძრა. დახოცილ გოლიათებს რამდენიმეჯერ ხმალი ჩასცა და მხედრებთან დაბრუნდა. ყველაფერი დასრულდა. გოლიათები დავხოცე, ამაყად განუცხადა თერձმა. მხედრები გაუცებით შეყურებდნენ კერავს, რომელსაც ბრძოლის შემდეგ ერთი იარაც კი არ ეტყობოდა. თავიდან ეჭვი კი ეპარებოდათ, მაგრამ როცა თავისი თვალით იხილეს ძირფესვიანად მოგლეჯილი ხეები და დახოცილი გოლიათები, დაიჯერეს მკერავის ნათქვამი. თერძი სასახლეში დაბრუნდა და ხელმწიფეს დანაპირები შეახსენა. მეფეს არ უნდოდა თავისი ერთადერთი ასული უცხო კაცისთვის მიეთხოვებინა და თერძი უფრო რთული დავალების შესასრულებლად გაგზავნა. ვიდრე ჩემს ასულს მოგათხოვებ, კიდევ ერთი საგმირო საქმე უნდა ჩაედინო უბრძანა მეფემ ყმაწვილს. ჩვენს ტყეში მარტორქა ბინადრობს, რომელიც ხალხს აწიოკებს. შენ იგი ცოცხლად უნდა შეიპყრო და აქ მომგვარო. გოლიათების არ შემშინებია და ერთი მარტორქა რას დამაკლებსო, განაცხადა მამაცმა მკერავმა. თოკი და ნაჯახი წაიღო და ტყეში წავიდა. მალე მარტორქაც გამოჩნდა. მოხერხებული თერძი ხეს აეკრა. მარტორქა მაშინვე მისკენ გაეკანა. როდესაც მიუახლოვდა, ყმაწვილი განზე გახდა. ნადირი კი რქით ხეს ჩაესო. აი, ხომ დაგიჭირე, წამოიძახა მკერავმა და მარტორქას თოკი შეაბა. შემდეგ ხე მოჭრა. ცხოველს რქა გაუთავისუფლა და სასახლეში წაიყვანა. მეფე კვლავ თავს არიდებდა პირობის შესრულებას და ახლა სხვა დავალება მისცა. უბრძანა, მეტყევეებს გაყევი და ველური ტახი დაიჭირეო. კერავი უყოყმანოდ დაეთანხმა. დიდი სიამოვნებით შევასრულებ თქვენს დავალებას. ეს ხომ ჩემთვის ბავშვური თამაშიაო და მეტყევეებს გაყვა. როდესაც უღრან ტყეს მიუახლოვდნენ, თერձმა თანამგზავრებს თხოვა თქვენ აქ დარჩითო და ტახის შესაპყრობად მარტო გაემართა. მეტყევეებს ძალიან ეშინოდათ ველური ტახის და გაუხარდათ თერձმა რომ არ გაიყოლა. ტახმა როგორც კი თვალი მოკრა ჭაბუკს, მაშინვე მისკენ გამოქანდა. პირიდან დუჟი გადმოსდიოდა და ეშვები უელავდა. მოხერხებული მკერავი სამლოცველოში შევარდა. ტახი კვალდაკვალ მისდევდა და სანამ ისიც შენობაში შევარდებოდა, ყმაწვილმა ფანჯრიდან გადახტომა მოასწრო. კარი გარედან ჩარაზა და ტახი შიგ გამოამწყვდია. შემდეგ მეტყევეებს დაუძახა და მეფის სასახლისკენ გაეშურა. ხელმწიფე იძულებული გახდა დანაპირების შეესრულებინა. ასული მკერავს მიათხოვა და ნახევარი სამეფოც უბოძა. თუმცა სასიძოს წარმომავლობის შესახებ სრულებით არაფერი იცოდა. ერთ ღამეს, როცა ცოლ-ქმარს ეძინა, მეფის ასულს ძილ ბურანში ხმა შემოესმა და მიაყურა. ბიჭო, ამ ქსოვილი ჩარვალი და პერანგი შემიკერე, თორემ სახაზავით მიგტყებავ, იმეორებდა მკერავი ძილში. მეფის ასული მიხვდა, რომ მისი ქმარი უბრალოდ თერძი იყო. მან ეს ამბავი მამას გაანდო და ქმრის მოშორებას თხოვა. ხელმწიფემ ქალიშვილი დაარიგა. ღამით როცა შენს ქმარს დაეძინება, ადექი და ჩუმად საცინებლის კარი გააღევ. შემდეგ მსახურებს უბრძანა, რომ შუაღამისას მძინარე თერძი ოთახიდან გამოეყვანათ, გემზე აეყვანათ და იქაურობისთვის მოეშორებინათ. ხელმწიფის მეაბჯრე, რომელიც თერძთან მეგობრობდა, მაშინვე გაიქცა და ეს ამბავი მკერავს შეატყობინა. რომ დაღამდა, თერძი დაწვა და თავი მოიმძინარა. ცოტა ხანში ხელმწიფის ასული შემოვიდა. სახურებიც კარს უკან დაუდარაჯდნენ. ჭაბუკმა მაშინვე ბუტბუტი დაიწყო. ბიჭო, ახლავე შემიკერე პერანგი და შარვალი, თორემ სახაზავით მიგტყებავ, არ იცი რომ მე უძლეველი რაინდი ვარ. 7 კაცი ერთად გამოვასალმე სიცოცხლეს, 2 გოლიათი გამგვირე, მარტორქა შევიპყარი, ველური ტახი დავატყვევე და იმათ რაღაც უზამ, კარს რომ უკან დგანან. მეფის მსახურებმა მკერავი სიტყვები რომ გაიგონეს შეშინებულები უკან მოუხედავად გაიქცნენ. მეფის ასულმაც დაიჯერა, რომ მისი მეუღლე უბრალო მკერავი კი არა, დიდგვაროვანი რაინდი იყო და თავდავიწყებით შეუყვარდა. რამდენიმე წლის შემდეგ მამაცი თერძი მთელი სამეფოს მბრძანებელი გახდა. ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე.